გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯური ჟურნალისტი. დღეს 12 მაისია და თქვენ უყურებთ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვან პროექტს VT საქართველოს ნიუსი. ჩვენი გუნდი დღეს მოგიყვებათ შიო მესამეს ინტრონიზაციაზე, პატიმრების გათავისუფლების შანსზე, ფრანგულ რეზოლუციაზე ქართული ოცნების წინააღმდეგ და არა მხოლოდ. საქართველოს 152 პატრიარქი ყავს. შიო მესამის ინტრონიზაცია სვეტიცხოველში გაიმართა. მისი ტიტულატურა სულად იმეორებს პატრიარქ ილია მეორეს და მოიხსენიება როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმენდესი და უნეტარესი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმა-ფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე. ინტრონიზაციის დეტალებით მცხეთიდან გვერდება ჩვენი ჟურნალისტი თინათი ნერაძე. საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამის ინტრონიზაციის ცერემონიისთვის მრევლი სვეტიცხოვლის ტაძარში დილიდან შეიკრიბა. ცერემონიას ესწრებოდნენ როგორც სასულიერო პირები, ასევე პოლიტიკოსებიც. გუშინ ახლად არჩეულმა პატრიარქმა თქვა, რომ არჩევიდან პირველივე კვირას ან უდიდეს დღესასწაულზე უნდა იმსახუროს უკვე ახალმა პატრიარქმა და სწორედ ამიტომ ინტრონიზაციის ცერემონია გადაწყდა დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში, რადგან სწორედ დღეს არის საქართველოში ანდრია პირველწოდებულის შემოსვლისა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული. გარნა მადლითა და სასოებითა, კაცმოყვარისა, მეუფისათა, მივიღებ არჩევანსა ქრისტეს მორწმუნისა ერისასა და მოსრული წინაშე ღვთივ, აღმაღლებულისა ამის სვეტისა ცხოველისა, აღთქმასა ვყოფ, საღვთოთა წესთა და სარწმუნოებისა დაცვისათვის, ერთგულებისთვის ამა კათოლიკე ეკლესიისა და თავისა და სულისა დადებისათვის ვიდრე სისხლთა დათხევამდე ერისა ჩემისა საკეთილდღეობისათვის. თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცტური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის წყემსთავრობის ტვირთი. რთულია სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად ღირსეულად გაუმკლავდე ამასოფლის გამოწვევებს. მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა და ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. მთავარი კითხვა, რომელსაც დღეს უსვამდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და სასულიერო პირებს, იყო დააყენებს თუ არა ახალი პატრიარქი პოლიტპატიმრების შეწყალების საკითხს. სასულიერო პირების ნაწილი ამბობს, რომ ისინი ამ საკითხის წამოჭრას მხარს დაუჭერენ. მგონი გადაიხედება ახალი პატრიარქი ამის თაობაზე და ჩვენ დავგვერდ პოზიცია როგორია დაუჭერთ მე მაშინ თქვი რომ კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან და გიდასტურებთ ჯერ ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ ჩემი აზრით თავისი სახით. სულ რაღაც 5-6 წლის წინ ადამიანისთვის სინდის პატიმარი უნდა ეძახათ. ეს უნდა ყოფილიყო მსოფლიოში ცნობილი განსაკუთრებული უკანონობის მსხვერპლი. დღეს ესე ხელაღებით ისე ვარქმევთ სახელებს ადამიანს სინდის პატიმარი, უკანონო პატიმარი. აქ უკვე საკამათო თემა შემოდის. საკამათო თემებში მე გარკვეული უხერხულობები ჩნდება, მათ შორის კანონის მიერიც კი არა მხოლოდ პირადი პოზიციის და გუნდის პოზიციის განსაზღვრება. ამიტომ ამ პოზიციებზე თუ ჩამოყალიბდით ხოლმე მე გადაწყვეტილებები უფრო გაიოლდება ყოველთვის. ჩემი მხრიდან უხერხულია შეწყალებაზე საუბარი, იმიტომ რომ ერთადერთი თანამდებობის პირი კონსტიტუციის თანახმად არის საქართველოს პრეზიდენტი, ვისაც ხელეწიფება ის ახლა ტაძარში იმყოფება და პატრიარქს ამის უფლება ის ხომ გახსოვთ ბატონო თაში და ამიტომ მათი რეკომენდაცია არის. მისმენ უფლება არა აქვს, რა თქმა უნდა, აქვს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს. რეკომენდაცია რა თქმა უნდა აქვს. შესაძლოა გაითვალისწინოთ ახალი პატრიარქის რეკომენდაცია. მიკროფონები. მე ვარაუდობ, რომ შეიძლება გაითვალისწინოს, მაგრამ განამტკიცებლობით ჩემი მხრიდან უხერხულია საუბარი ის რაც ჩემ უფლებამოსილებას არ ეხება.
საქართველოს ახალ პატრიარქს გუშინ არჩევისთანავე მიულოცეს პოლიტიკოსებმა, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ასევე ქართული ოცნების ხელისუფლების წევრებმაც და მხარდაჭერა გამოუცხადეს მას. როგორც უკვე გითხარით, გუშინ აირჩიეს შიო მესამე პატრიარქად, მას 22 ეპისკოპოსმა დაუჭირა მხარი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე კი 17 მარტს გარდაიცვალა 93 წლის ასაკში. ის საქართველოს მართლმადიდებულ ეკლესიას 59 წლის განმავლობაში მართავდა. შიო მესამე 21 საუკუნეში არჩეული პირველი პატრიარქია. მას ხმის უფლების მქონე დელეგატების უმრავლესობა 22 მღვდელმთავარმა დაუჭირა მხარი. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტობისას ის მოსაყვრედ ილია მეორემ 2017 წელს გამოავლინა. ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ზემუჯირი 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში დაიბადა, ის მთაწმინდაზე გაიზარდა. სწავლობდა 53 საშუალო სკოლაში. 1988 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში ჩაირიცხა. საეკლესიო ცხოვრებას 1991 წელს იწყებს, როდესაც მორჩილად დაემკვიდრა შიო მღვიმის მონასტერში. 2 წლის შემდეგ ბერად აღიკვეცა და სწორედ მაშინ ეწოდა შიო. რაც შეეხება მის საეკლესიო განათლებას. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს ის მსახურობდა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის და ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიებში. ასევე ანჩისხატის და მოსკოვის ქართველთა სასწავლო წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებში. შიო მესამე საერთაშორისო მილოცვებს იღებს. პირველი, ვინც პატრიარქად არჩევა, მიულოცა უნეტარესი მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა ეპიფანე იყო. ტექსტში მოლოცვასთან ერთად ის ხაზგასმით აღნიშნავს ილია მეორეს 8 წელს საეკლესიო საქმეებში და პატრიარქ შიოს ღვთის შეწევნას უსურვებს მსახურებაში. საქართველოს ახალ პატრიარქს აღსაყრება მიულოცა რუსეთის პატრიარქმა კირილმაც. ის წერილში აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებამ სიხარული გააღრმავა რუსეთის ეკლესიის შვილების გულებში. შეგახსენებთ, რუსეთის პატრიარქი ბოლო წლებში საქართველოს პატრიარქის ტიტულატურას სრულად აღარ მოიხსენიებდა და არ ახსენებდა ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტს. პატრიარქის ინტრონიზაციას ესწრებოდა საქართველოს სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანმა ცერემონიაზე დასწრებამდე მედიის კითხვებს უპასუხა. იმ პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თქვა ომბუდსმენმა. კითხვაზე საკმარისია თუ არა 5 სპეცრაზმელის დაკავება, მან თქვა, რომ არ იცის. იოსელიანმა კომენტარი იმ პატიმრების შეწყალების შესაძლებლობაზეც გააკეთა, რომლებიც საერთაშორისო რეზოლუციებით სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებად არიან მოხსენიებული. ომბუდსმენმა გაიმეორა ძველი პოზიცია და აღნიშნა, რომ მათ მიმართ ჰუმანური აქტის მომხრია. 2024-25 წლებში ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე 100-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა. ამ პერიოდში კი არაერთი ადამიანი დააკავეს. თითქმის 2 წლის შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლებამ 5 სამართალდამცველი დააკავა, თუმცა სახელმწიფო მხრიდან ორგანიზებულ ძალადობას უარყოფს. არ შეიძლება ერთ მხარეს იყოს დაკავებული ამდენი ადამიანი და მეორე მხარეს არავინ არ იყოს პასუხისმგებელი იმ ფაქტებზე, რაც მოხდა. შარშან პოლიციელები, რომლებიც რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, რა თქმა უნდა, მათ კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი. მე მომხრევარ როგორც ჰუმანური მიდგომის, ისე რა თქმა უნდა მომხრევარ სასჯელების, შემსუბუქების, ადამიანების ვადაზიადრე განთავისუფლების, შეწყალების. მოძალადე სამართალდამცველების დასჯის და პატიმრების გათავისუფლების საკითხზე ვარშავის სტუდიას თბილისიდან უერთდება უფლებადამცველი ომარ ფურცელაძე. ომარ, გამარჯობა, მადლობა VT საქართველოს News-ის მაყურებლისთვის, რომ გამონახეთ. დავიწყოთ დაკავებული პირების შესაძლო გათავისუფლების საკითხზე. მაყურებელს ახსოვს, რომ არაერთხელ გააქტიურდა ეს თემა, როგორც საახალწლოდ, ასევე სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულების პერიოდში და იქმნებოდა გარკვეული მოლოდინი. ახლა რაიმე შეიცვალა თუ რამდენად რეალურია ის განცხადებები, რომელიც კეთდება ზოგადად დღეს გაკეთდა მათ შორის ინტრონიზაციაზე შესაბამისი განცხადებები.
მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. დავიწყებ იმით, რომ ბიჭების საკავების დღიდან საუბარია 2024 წლის დეკემბრის დასაწყისზე, არასოდეს წყდებოდა სპეკულაციები მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტია, რომ ჯერ არავით არის შედეგი არ გვინახავს ამ მიმართულებით კონკრეტული რეალიზებული. მათ შორის განცხადებები ცალკეულ შემთხვევაში გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ შექმნილიყო ზოგადად განწყობა, ესე ვთქვათ, ჩვენი დაცვის სტრატეგიის ფარგლებში შეგვეწყვიტა ბრძოლა კანონობის წინააღმდეგ, გადასულიყავით შედარებით პასიურ რეჟიმში და ესე ვთქვათ, სამართლებრივი მექანიზმებით სარგებლობაზე უარი გვეთქვა, როგორც არის იგივე ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრება, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრება და ძირითადად სწორედ ამ მიზნით ხდებოდა სპეკულაციები ბიჭების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა უნებრივია ჩვენ არც ერთ ამ განცხადებას არსებითი მნიშვნელობა არ მივანიჭეთ და აღმოჩნდა რომ სწორადაც ვინაიდან დღის მდგომარეობით დღემდე არც ერთი რეალური ნაბიჯი პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან გადადგმული არ ყოფილა ბიჭების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მიმდინარე დღეებში და კონკრეტულად დღეს გავრცელებულ იმავე შინაარსის განცხადებებს, რომ თითქოს და პატრიარქ შიოს აღსაყდრებასთან დაკავშირებით, პატრიარქად კურთხევასთან დაკავშირებით შესაძლებელია რაიმე შეღავათი იყოს, ბუნებრივია ყველა ის ადამიანი, ვისაც ვიცავდი მე ამ ხდომების განმავლობაში და იცავდნენ ჩემი კოლეგები, ყველა ის პოლიტიკური პატიმარი, ვინც დღეს აპატიმროებშია, მოისმენს ყველა იმ შეთავაზებას, რაც ექნება ისევ როგორც პოლიტიკურ ხელისუფლებას, ასევე ნებისმიერ სხვა მესამე პირს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რეაქცია იქნება მხოლოდ რეალისტურ, პრაქტიკულ და ესე ვთქვათ, გამოსავლიან გადაწყვეტილებებზე და პოლიციელების დაკავებაზე მინდა კითხო, ჩვენ ნახეთ, რომ 5 პირი დაკავებულია, თუმცა ქართული ოცნება გამორიცხავს, რომ რაიმე სისტემურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რისი გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ მოძალადე პოლიციელების გამოვლენა და დასჯა გახდეს შესაძლებელი? თქვენი მაყურებლისთვის ალბათ საინტერესო იქნება ახსნათ სრული კონტექსტი და 5 დაკავებულთან მიმართებით, მათ შორის ჩვენი პოზიცია, რომელსაც მოგვიანებით უკვე ფაქტების მოყვანის შემდეგ გაგაცნობთ. პირველი გახლავთ ის, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში საუბარია აქციების კონტექსტზე 167 ადამიანი არის ცნობილი დაზარალებულად ამავე პროკურატურის მიერ, რომელსაც მოიხსენიებთ როგორც პოლიტიზირებულს. 167 ადამიანის დაზარალებულად ცნობა ნიშნავს იმას, რომ არსებობს ჭრილოვანი სტატისტიკა, სადაც მინიმუმ 3 მაგიოდენობა ადამიანებისა მაინც უნდა იყოს ფაქტობრივად დაზარალებული სამართალდამცავების მხრიდან აქციების კონტექსტში. ამის პირობაზე, ამ რიცხვის და ამ რიცხობრივი მაჩვენებლის პირობაზე 5 ადამიანის დაკავება ბუნებრივია ვერ უზრუნველყოფს სათანადო სტანდარტს რეაგირების და ვერ ჩავთვლით, რომ სახელმწიფო პროაქტიურია საკუთარ ვალდებულებას ასრულებს სამართალდამცავების მხრიდან დანაშაულების გამოვლენასთან დაკავშირებით. 5 ადამიანი, რომელიც დაკავებული იქნა ამ დღეებში, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, ვინაიდან ეს ხდომები, მათი ხდომები და მათ შორის ამ შემთხვევებთან დაკავშირებული ყველაფერი სახელმწიფომ გაასაიდუმლოა, ვინ არიან ეს პირები, რამდენად რეალურად ის ადამიანები არიან, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობებში და ხომ არ არსებობს მათი ამ საკითხების საქმეების გასაიდუმლოებით უფრო მაღალი თანამდებობის პირებზე ხელის დაფარების მცდელობა. ეს სკეპტიციზმი განპირობებულია უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში გავითარებული მოვლენებით ერთის მხრივ და მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ძალადობის კონტექსტზე როცა ვსაუბრობთ, გურამ როგავას შემთხვევა, სხვა მაკაჩიხლაძის შემთხვევა, სხვა ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში კიდევ არსებობდა გენერალური ძალადობის სისტემური მოდელი, რაც გულისხმობს იმას, რომ არსებობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული და რეგისტრირებული ავტომობილი, სპეციალური ავტომობილები, მიკროავტობუსები, სადაც ფაქტობრივად მოწყობილი იყო არათუ სახელ და ხელო, არამედ გეგმური რაღაც მიზანმიმართული საწამებელი სივრცეები. ბუნებრივია ახლა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილები სპეციალურად მოეწყო ადამიანების საწამებლად და ეს ვინმე კონკრეტული თუნდაც 5-ან, თუნდაც 10 ადამიანის თვით ინიციატივა იყო, მინიმალური სკეპტიციზმის პირობებშიც კი ძალიან რთული დასაჯერებელია
რთულია და რთული წარმოსადგენია, რომ ისე სახელდახელოდ დაკავებული 5 ადამიანი კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებით უზრუნველყოფთ ეს მთლიანი დანაშაულების მოცვასა და დაფარვას და ჩავთვალოთ, რომ სახელმწიფო ეფექტურია ამ დანაშაულების გამოვლენის ან მასზე რეაგირების კუთხით. მადლობა, მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენთან ერთად იყო უფლებადამცველი ომარ ფურცელაძე. ახალი რეზოლუცია ქართული ოცნების წინააღმდეგ. ევროპულ რეზოლუციებში რეპრესიულად შეფასებული კანონების, ასევე დემონსტრაციების დროს მოქალაქეების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის გამო საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. ტექსტში ქართული ოცნების წარმომადგენლების წინააღმდეგ პერსონალური სანქციებია მოთხოვნილი. ანსამბლეამ ხალხს უჭერს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების დაწყებას BBC-ის საგამოძიებო ფილმზე, სადაც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ბრომ-ბენზინ ციანიდის გამოყენებაზეა საუბარი. ფრანგი დეპუტატები ევროკავშირს მოუწოდებენ არ აღადგინოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ვიდრე ქვეყანა თავისუფალი არჩევნებისა და პოლიტიკური პლურალიზმის კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს. რეზოლუციაში ასევე პირდაპირაა ნახსენები ბიძინა ივანიშვილი და რუსეთის გავლენა ქართულ პოლიტიკურ ინსტიტუტებზე. კენჭისყრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. აქვე შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეცაა. ამ რეზოლუციით საფრანგეთი პირველი მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. მეორე მოითხოვს ამ რუსული ინსპირაციის კანონის სრულ და უპირობო გაწვევას. მესამე გამოხატავს ნებას, რომ საფრანგეთმა და ევროკავშირმა მიიღონ კონკრეტული ზომები, მათ შორის მიზანმიმართული სანქციები თუ ავტორიტარული გადახრა გაგრძელდება. ჩვენ ვერ დაუშვებთ საქართველოს ექცეს რუხ ზონად. ქართველი ხალხის სიმამაცე იმსახურებს ჩვენს სრულ მხარდაჭერას. ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინის ინიციატივას საჯაროდ ეწინააღმდეგება. ერევანში გამართულ ბრიფინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინის ინიციატივას უპასუხა. ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმს მხოლოდ ობიექტური საჭიროებების შემთხვევაში ჩაატარებს და ამ ეტაპზე ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლასაც არ განიხილავს. მანამდე პუტინმა თქვა, რომ სომხეთმა არჩევანი უნდა გააკეთოს ევროკავშირი თუ რუსეთთან ეკონომიკური ბლოკი. ფაშინიანი ამბობს, რომ ერევანი მსგავს გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. ამ თემაზე გამოკითხვა ერევანში ვთჰაესტანის ნიუსის გუნდმა ჩაატარა, რომელსაც ახლა გთავაზობთ. სომხეთში ყველაფერი კარგად იქნება. პუტინი გაზის შეწყვეტით ვერ შეგვაშინებს. გაზით ვერ შეგვაშინებენ, ტყეები გვაქვს, როგორც გადავჭით ბნელ და ცივ 90-იანებში, ასევე გადავიტანთ კიდევ ერთ ორ წელს. ყველაფერი დაალაგდება. საერთოდ რა უნდა პუტინს ჩვენგან, რას გვაშინებს? ჩვენს ქვეყანაში მთელი მსოფლიო იკრიბება. მაგან კიდევ 9 მაისი მარტო ტაჯიკეთის, თურქმენეთის და ყაზახეთის ლიდერებთან ერთად აღნიშნა. არ მინდა ჩვენი ქვეყანა გაანადგურონ. და ჩვენს ქვეყანას რა შემთხვევაში გაანადგურებენ? ჩვენი ყველა მწერალი ამბობდა, რომ ევროპა არასოდეს დაგხმარებია. ჩვენი ყველა ავტორი ამას წერდა. და რუსეთი ეხმარება სომხეთს. დამოუკიდებლები უნდა ვიყოთ. ომი შეიძლება აქაც დაიწყოს. რუსეთს სომხეთთან საზღვარი აქვს? არა, არ აქვს. და მაშინ ომი როგორ დაიწყება? მტრების დახმარებით, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ გარშემო მტრები გვახვევია. მათი დახმარებით ყველაფერია შესაძლებელი. არ მგონია ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს. სასურველია რუსეთთან კავშირი არ გავწყვიტოთ. რუსეთთან მეგობრობა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შევინარჩუნოთ. შეიძლება გაზი არ მოგცენ ან მარცვლეული ან რამე მსგავსი. ჩვენი ეკონომიკა ძირითადად რუსეთთანაა დაკავშირებული. ევროპის მხარდაჭერას ჯერ ვერ ვხედავთ. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა რომ ირჩევთ საქართველოს ნიუს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ თქვენამდე მოვიტანოთ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ევროპიდან, თავისუფალი საქართველოსთვის. დროებით.